მინდა გკითხო, აი ახლა 6-7 თვის შემდეგ, როცა აგვისტოს იხსენებ ჩიკაგოში. რას ფიქრობ ამ ღამეზე? როგორ აფასებ ყველაფერს, რაც თვეების წინ აგვისტოში მოხდა? ვიცი რა, აშკარაა რომ ეს არ იყო საუკეთესო საღამო ოქტაგონზე. და ასეთი რამ ხდება ხოლმე. გულისხმობ, რომ ეს ბრძოლის ნაწილია. ხანდახან უბრალოდ ხდება ხოლმე. იმ ღამეს თამაშის გეგმამ უბრალოდ არ იმუშავა. და რა გეგმაც თავში მქონდა, არ გაამართლა. დღის ბოლოს ეს ბრძოლა დამსახურებულად და სამართლიანად წავაგე. მაგრამ ყველაზე აღსანიშნავი ის არის, რომ ახლა შემიძლია დავბრუნდე და ყველას უჩვენო, მე რატომ ვარ საუკეთესო მსოფლიოში. ძალიან დიდი დრო იყო გასული შენი ბოლო წაგებიდან. საოცარი სერია გქონდა. როგორი შეგრძნება იყო, რომ ასეთი ცუდი ღამე გქონდა. წაგება პირველად ამდენი ხნის შემდეგ და ასევე UFC-ში. აშკარად საშინელება იყო. ვერ ვიტან წაგებას. აბსოლუტურად მძულს. ეს საშინელება იყო, რა თქმა უნდა. ძალიან არ მომეწონა, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, თუ რას გავაკეთებ და რა მელოდება მომავალში. უბრალოდ სულ მოუთქმელად ველოდები. ეს რა თქმა უნდა მტკივნეული იყო. და ეს გაგრძელდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. მაგრამ ასეთ შეგრძნებებს რომ არ განვიცდიდე, მაშინ მსოფლიო ჩემპიონი ვერ გავხდებოდი. და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ისევ გავხდები მსოფლიო ჩემპიონი, რადგან ვერ ვიტან წაგებას. შენი აზრით, რამდენად დიდი დრო დაგჭირდა იმისთვის, რომ ეს გადაგელახა? აი ახლა აშკარაა, რომ ეს უკვე გადალახე და მომავალს უყურებ. რამდენ ხანს გაგრძელდა ეს გლოვის პერიოდი? მანამ ვერ ვიტანდე იქნება წაგებას, სანამ ისევ არ მოვიგებ. მაგრამ წყობრში ჩადგომის მხრივ დიდხანს არ გაგზელებულა. მე არ ვარ ისეთი ადამიანი, ვინც ადვილად ნებდება. როგორც კი მომხვდა და ვიგრძენი რომ დავუმარცხდი, მაშინვე დადგა დრო, რომ ფეხზე წამოვდგე და ისევ წყობრში ჩავდგე. ხამზატის გამოსვლამ ბევრი კრიტიკა გამოიწვია. შენ როგორ ფიქრობ, სამართლიანი იყო? ეს იყო კარგი პერფორმანსი. უბრალოდ თავად ბრძოლა იყო საშინელება. მე ძალიან არ მომეწონებოდა ამის სანახავად ფული რო გადამეხადა. ვიცი შენი მწვრთნელი აკრიტიკებდა მაგ გოდარს, რომ ფეხზე არ წამოგაყინე. შენც იმავე აზრზე იყავი? შენც ფიქრობ, რომ ბრძოლა დგომში უფრო მეტი უნდა ყოფილიყო? ფიქრობ, იყო მომენტები. მე და ჩემმა მწვრთნელმაც ვისაუბრეთ ამაზე მას შემდეგ. და იყო სიტუაციები, სადაც შეეძლო ფეხზე წამოყენება. მაგრამ ის დარტყმებს ასრულებდა. დარტყმები არანაირ ზიანს არ მაყენებდა. თუ დააკვირდებით დარტყმების რაოდენობას და მნიშვნელოვანი დარტყმების რაოდენობას, დარტყმებს მნიშვნელოვანი ზიანი არ მოუყენებია. მაგრამ ალბათ ვერ წამოაყენებ კაცს, როცა ის აქტიურობს. ასე რომ იყო მომენტები, როცა მეგონა რომ ფეხზე წამოგვაყენებდნენ. მაგრამ საბოლოოდ ის აღმოჩნდა ძალიან დომინანტურ პოზიციაში. ხოლო ეს კი ჩემი პასუხისმგებლობა იყო დავრწმუნებულიყავი, რომ ის ასეთ პოზიციაში არ მოხდებოდა. იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდი. არა, იმაზე ძლიერი არ ყოფილა, ვიდრე ველოდი. იმ ბრძოლის ბოლოს, როცა ჩვენ მივედით ბოლო რაუნდამდე, სიმართლე გითხრა მეგონა, რომ მოვიგებდი ამ ბრძოლას. სანამ არ გავიგე ის ბოლო 10 წამის ხმა და მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა. მაგრამ როდესაც გავედი ბოლო რაუნდში, 100%-ით ვიყავი დარწმუნებული, რომ მოვუგებდი ამ ბიჭს მტკივნეულით, ან დავანოკაუტებდი. და ტეიქდაუნის მერე, როცა მე ვიყავი ზევიდან, მოხჩობა დაუწყე და თან დარტყმებს ვაყოლებდი. გულისხმობ ძალიან ცოტა დამაყლდა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. მაგრამ გრძნობდი, რომ მას აღარ უნდა იქ ყოფნა. მე ეს ვიგრძენი. რაზე დაყრდნობით ამბობ ამას? 100%-ით. იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყურებოდა, თუ როგორ იქცეოდა. მე ვგრძნობდი, როცა ზემოდან მე ვიყავი. ვიგრძენი, როგორ გაიფიქრა ჯანდაბა. მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ის ზემოდან იყო მთელი ბრძოლის განმავლობაში. ვიცი, მაგრამ ასევე ვიცი, რომ შემიძლია ვაიძულო ეს კაცი დანებდეს. ანუ რწმენა არასდროს დაგიკარგავს? ვერ გაკტიხა? ბოლო წამამდე გჯეროდა? ამ ქვეყნად არ არსებობს ადამიანი, ვისაც შეუძლია ჩემი გატეხვა. გასაგებია, მე არ ვამტკიცებ, რომ ეს ვიგრძენი, მაგრამ ხალხი კითხულობს, სხეულის ენით და ასე შემდეგ. ყოველთვის გაინტერესებს, რა ხდება მებრძოლის გონებაში ბრძოლისას. მაგრამ შენგან იმის მოსმენა, რომ ბოლო 10 წამამდე გჯეროდა, საოცარია. კი, 100%. როგორც უკვე ვთქვი, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ჩემი მენტალურად გატეხვა შეუძლია. ეს შეუძლებელია.